სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის ასულისაითა. გილოცავთ აწინდელ დღესასწაულს, საუფლო საღვთისმშობლოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამისა და მარადის ქალწულის ტაძრად მიყვანებას. თავდაპირველად ღვთისმშობლის დღესასწაულები განსაკუთრებულ საღვთისმშობლო დღესასწაულთა რიგში შედიოდა, მაგრამ გამომდინარე მათი მნიშვნელობიდან და თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიმაღლიდან დედამან ეკლესიამ საჭირო ჩათვალა, რომ შეერაცხა ეს დღესასწაულები საუფლო დღესასწაულებთან ერთად. ალბათ ისიც უნდა იყოს საგვარელო დამაფიქრებელი, რომ ესა თუ ის ეპიზოდები ღვთისმშობლის ცხოვრებიდან, რომელიც სულ ერთიანად ღვთისშთაგონებული იყო და ღვთისმშვენიერი, მაინც განსაკუთრებულად გამოგვირჩია რამოდენიმე ეპიზოდი. კერძოდ შობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ხარება, მიძინება და მათთან ერთად აწინდელი დღესასწაული ტაძრად მიყვანებისა. მაინც რის გამო გამოარჩია ეს დღესასწაული წმინდა ეკლესიამ მისი ცხოვრების სხვა ეპიზოდები. ამაზე პასუხს ზედმიწევნით გვაძლევს დღევანდელი დღესასწაულის ტროპარი. ტროპარში მოკლედ ლაკონურად შეკუმშულად არის გადმოცემული ამა თუ იმ დღესასწაულის რაობა და შინაარსი. აი მათ შორის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა, რომელიც დღეს არაერთხელ ვიგალობეს როგორც წურთისკრის ლოცვაზე გალობლებმა. ამ ტროპარში სახელმწიფო ნათქვამია დღეს განგებულების ღვთისა დასაბამი არის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ განგებულება ღვთისა ეს არის ღვთის განსაკუთრებული მზრუნველობა ადამიანთა საცხონებელად. ესე იგი, ის რომ ღვთისმშობელი მარიამი მიიყვანება ტაძრად არ არის მხოლოდ ტრადიცია. კერძოდ რაც გულისხმობ, მისთა მართალთა მშობელთა მიწებნი იყვნენ რა ასაკ და იყვნენ ბერძნი, ეს სირცხვილად ითვლებოდა მაშინ ისრაელში. სიბერეშავს მიიღეს უჩვეულო წყალობა. და იმდენად დიდი იყო მათი გულითადი სურვილი შვილი ჰყოლოდათ, ანუძი ანუ ასული, ავედრებდნენ რა უფალს, აღთქმას აძლევდნენ იმავე დროს, რომ თუ მისცემდა ღმერთი ამ წყალობას, მას ვაჟი იქნებოდა თუ ქალიშვილი ტაძარს შესწირვიდა. ეს იყო უძველესი ტრადიცია ისრაელიანებს შორის. და მათ არაუბრალოდ აღნათქვამი აღასრულეს, შეჰპირდნენ რა უფალს, არამედ საღვთო განგებულების მოქმედების ქვეშ იყვნენ. ადამიანურ სიბრტყეში ეს იყო სიტყვის შესრულება, მარტივად რო ვთქვათ, ღვთაებრივი თვალსაზრისით ეს ბევრად უფრო მეტი და შეუდარებელი იყო, რასაც გზადაგზა რის შესახებაც მოგახსენებ. მას ესე იგი რა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, როგორც ტროპარი გვასწავლის დღესასწაულისა, ეს არის დასაბამი, ანუ დასაწყისი ღვთის განგებულების. ღმერთს საუკუნეთა შექმნამდე, წინა საუკუნეებში ღვთაებრივ საბჭოში ყოვლადწმინდა სამებას ჰქონდა განგებულებაში, რომ ადამიანი ამ გზით ეცხოვრებინა მახულ ყოველივე უწყის, რაც წარსულში, რაც მომავალში, რაც საწყოში. მაგრამ ვიდრე არ დადგა ჟამი, მანამ ეს არ მომხდარა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჟამი ძველ ქართულად ნიშნავს კეთილდროს, არა უბრალოდ დროს, როგორც ესეთი, არამედ კეთილდროს. ესე იგი, ეს დრო კეთილი შეიქმნა იმით, რომ ღვთისმშობელ მარიამი იქნა მიყვანებული ტაძარში. და როგორც უკვე ამოვიკითხეთ ტროპარიდან, დაიწყო ღვთის განგებულების აღსრულება. ის იყო როგორც ესეთი ღვთის სიბრძნეში და განგებულებაში, მაგრამ აღსრულება კონკრეტულად დაიწყო ამ დღეს მისი მიყვანებით. ესევე ნათქვამია ამ ტროპარში, რომ საუკუნით განთა საიდუმლოთა აღსრულებისა დაწყება არისო. ესე იგი, რაც წინა საუკუნეთ იყო განსაზღვრული, იმისი აღსრულება იწყო ღვთისმშობლის მიყვანებით. და ბოლოს ამ ტროპარისა ნათქვამია მოგმართა წმინდა ეკლესია, დედაიჩვენი ეკლესია მორწმუნებრეებს. გიხაროდენ განგებულებისა ღვთისა აღსასრულო. გვაგონებს, ესე იგი, ღვთისმშობლისადმი მიმართვას. რომ შენ ხარ ღვთის განგებულების აღსრულება. აღსასრული უნდა გავიგოთ, როგორც ის, რომ ამით სრულდება ეს განგებულება, შეიძლება გავიგოთ ასეც, რომ ამით დასრულდა ეს განგებულება, იმიტომ რომ ღვთისმშობელი უკვე მიყვანილი იქნა ტაძარში. მოდით, ორიოდე სიტყვით, ვიდრე თავად ღვთისმშობელ მარიამის მიყვანება შევეხებოდ, მოვიგონოთ, როგორ მოავლინა უფალმა ის ამ წუთის სოფელში.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მშობელი მისნი მართალი, იოაკიმ და ანნა იყვნენ ღვთისმოსავი ადამიანები. პირუთულად აღასრულებდნენ მოსეს შულს. განსაკუთრებულად გამოირჩნენ ისინი ლოცვითა და მოწყალების საქმეებით. და ერთხელაც, როდესაც მართალი იოაკიმე ავიდა ტაძარში, რათა ჩვეულებისა მოწყალების ხერხი გაეღო, მღვდელმა არ მიიღო. და დასძინა კიდეც რატომ? რადგან შენ ბერძი ხარ. სიბერძე კი როგორც თავში მოგახსენეთ, სირცხვილად ითვლებოდა ისრაელში. გული დაეკოდა მართალ იოაკიმეს. სიტყვა არ შეუბრუნებია. შებრუნდა და იმდენად განიცადა ეს ყველაფერი, რომ სახლშიც კი არ დაბრუნებულა. იოაკიმ და ანას წმინდა სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი. აი ამის ნიშნად ხშირად ფრესკებზე თუ ხატებზე, როდესაც გამოისახებიან ეს წმინდანები, მათ ზურგს უკან ფონზე გამოიხატება ბროწეულის ხე. რატო? ბროწეული სიმბოლოა ცოლქრული სიყვარულისა და ერთგულების. აი მაგალითად ჩვენს სინამდვილეში საქართველოში თქვათ მარტვილის ტაძარში არიან ამგვარად გამოხატული ეს წმინდანები. მშობელი, ღვთისმშობლისანი, რომელიც პატივის გამო ღვთისმშობლი, ესე იგი ქრისტე მაცხოვრის მშობლებად იწოდებიან. ფართო გაგებით და ღრმა გაგებით. და ესე იგი ვიცოდით რომ ყოველივე ამის შესახებ, როდესაც პეტრე-პავლეს ეკლესია იხატებოდა, ჩვენი კურთხევით შეიქმნა რა ხატი იოაკიმე და ანასი მათ ფონზე გამოხატულია ბროწეულის ხე. ნიშნად მათი ერთგულების და წმინდა სიყვარულისა. ესე იგი იმდენად განიცადა, რომ თავის საყვარელ ცოლთანაც კი არ მიბრუნდა, რომ ერთგვარი ნუგეში მიიღო მისგან. თუმცა ამ სირცხვილის ქვეშ მასთან ერთად სწორედ მისი ცოლიც ანაც იყო. არამედ პირდაპირ უდაბნოში გაიჭრა, სადაც მისი მწყემსები ხმილავდნენ, ძველ ქართულად ნიშნად დარაჯობდნენ, იცავდნენ ფარას, იოაკიმესი, ცხოვართა ფარას. და იქ საკმაოდ დიდი ხანი გაატანა ლოცვა-ბედრებაში, სადაც ღმერთსებედრებოდა ეს სირცხვილი მოეხადა მისგან და მისი ცოლისგან, კაც ასკეტურ მარხვაში და წრემთა დენაში. წრემლოოდა სახარების ელით რო თქვა უდაბნოში. ღმერთმა მიხედა მათ მართალ ცხოვრებას იოაკიმესი და ანასი, მათ მარხვას, ლოცვას, ანუ სათნო ცხოვრებას, მათ ღვაწლს და დიდი წყალობა მოიღო. არა უბრალოდ ასული მისა, არამედ ისეთი ასული მისა, რომელიც კურთხეულია დედათა შორის და ყოველი ნათესავი ადამიანთა მას შეენატრის. აი დღესაც სახარების საკითხავში უკაცგან იყო ნათქვამი, ხმა იმაღლა ერთმა დედაკაცს, როცა ქრისტე მაცხვარი ქადაგებდა და წამოიძახა ნეტარარიან საშო, რომელსაც გიტვირთა ძუძუნი, რომელსაც სოდით ქრისტემ შეუსწორა. ის არ იყო დიდების მოყვარე, პატივმოყვარე. შეუსწორა და განუმარტა და ასავლა მას და ყველას, ვინც ისმენდა და მათი სახით ჩაიწერა და სახარებაში გვასავა ჩვენს. არამედ ნეტარი ის არის, ვით ჩემი სიტყვა ისმინოს, მე კი არაფერს არ ვიკვდა ვამბობ მამის გარეშე და აღასრულოს. აი ვინ არის ნეტარი. ესე იგი გასაოცარი სიტყვებია. ხომ ღვთისმშობელია მარიამი, ამბობს უფალი. მაგრამ ესეც არ აცხოვნებს, თუ არ დაიმარხავს ჩემს ცნებებს. ანუ წმინდად არ იცხოვრებს. მსგავსი აზრი უფალმა ერთხელაც გამოთქვა, როდესაც ქადაგების ჟამს მიადგნენ ვიეთნიბე და უთხრეს, დედაი შენ და ძმანი შენი ჰორონინებენ და გეძიებენ შენ. არც კი გაიხედა იქით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დედა არ უყვარდა. ან თავისი ძმება წოდებული იოსებ დამწინდველი შვილები. მაგრამ უფრო მეტია ისმინო ღვთისა, დაიმარხო და აღასრულო. აი ეს უთხრა. უფრო მძაფრად ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი. ქრისტეს შვილობას არ გიშველის, თუ წმინდად არ იცხოვრებ. ვინც არ უნდა იყოს, თუ ქრისტეს მიერ მცნებებით არ ცხოვრობს, არ ცხონდება. და თუ უფალი ამასაც კი არ მიხედავს, ქრისტეს შვილობას, ამ გაგებით და ღვთისმშობლის შვილობას, განა მიხედავს ჩვენს ადამიანურ პატივმოყვარე საგნებს. ჩვენ რომ ესე აჩქროლებული გვაქვს გული და სულ ამას ვეძიებ, პატივი, დიდება, თანამდებობა, შემოსავალი, საზოგადოების შეხედულება ჩვენზე, რომელიც არაფერი არ არის და მალევე შეიცვლება,
ოდნავ თუ წაგიბრკმება ფეხი, წაიბორძიკებ, მაშინვე შეეცვლება საზოგადოებას აზრი. ეს მათ ეხერხება, სწრაფი არიან განკითხვაზე და არა შენდობაზე. და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, სწორედ მაგ დროს, როდესაც იოაკიმე ერთხელაც ყოფი უდაბნოში ცხარეცრებლი ტიროდა თავის სირცხვილს, უშვილობას, მაგ დროს ბაღში იჯდა, თავისი სახლის ბაღში იჯდა მართალი ანა. დაფნის ხეები იზრდებოდა იქ და ჩრდილში იჯდა და შეხედა, როცა ტიროდა თავის უბედობაზე და დაინახა, რომ ჩიტის ბუდე იყო გაკეთებული. დედა ჩიტი მალიმალ მოფრინდებოდა, ბარტყები ჟივ-ჟივით და ფრთათაქნებით, ესე იგი, მიეგებობოდნენ, პირს უღებდნენ და ისიც აპურებდა და კვლავ უკან მიბრუნდებოდა. სრემლი ჩამოუგორდა თვალებზე მართალ ანას და თქვა, გონებაში ესაუბრებოდა რა ღმერთს. ამგვარი ფიქრი ლოცვის ტოლფასია, როგორც მინდა მამივასწავლიან. ჩიტი რომ ჩიტია, უფალო, ისიც კი ჩემზე ბედნიერია, რადგან დედა და შვილები ხავს. აი ამ ფიქრებში იყო ანა, როდესაც წარმოუდგა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც მათი შვილის ფარველი იქნებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში და ახარა, რომ ის შეიქმნებოდა დედა და მიეცემოდა ასული ღვთისაგან. მახარებელი ანგელოზი არის მთავარანგელოზი გაბრიელი, სხვა სიკეთესთან ერთად და დავალებასთან, ასე ვთქვათ, და ღვთისაგან ესეც აქვს მას. იმავ დღეს უდაბნოში იოაკიმესაც გამოეცხადა. ეხლა ნახეთ საყვარელო თავში რომ ახსენეთ წმინდა სიყვარულით და თავდადებული სიყვარულით რომ უყვარდათ ერთმანეთი. ამხელა ხარება მიიღეს. ორივე დაკრა ფეხი პირდაპირ გაგებით. იოაკიმე გამოეშურა აჩქარებით უდაბნოდან და ანა გაეშურა უდაბნოში ქმრისკენ რომ ეხარებინა და საკმაოდ ვრცელი გზა ედოთ ერთსაც და მეორესაც. ისინი შეხვდნენ იერუსალიმის ერთ-ერთ კარში, 100-მდე კარი ჰქონდა იმ ხანად იერუსალიმის, რომელსაც ოქროს კარები ეწოდებოდა. აი ამ კარში შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. ამბორს უყვეს, ძველ ქართულად ამბორება არ არის ხორციელი კოცნა, ეს არის სიყვარულის გამომხატველი რამ. ვნებას, სიძვას, მეტადრე არაწმინდებას რომ არ ჩაატან. არამედ ამბორები პატივისცემის და მოკრძალების ნიშნად. ამბორს უყვეს ურთიერთარს და ახარეს ანგელოზისაგან ხარებული. აქაც ღვთის განგება შემთხვევითი არ არის. აქ ვახსენე 100-მდე კარი ჰქონდა და სწორედ აი ამ კარში შეეგებნენ ისინი ერთმანეთს. ეს ის კარია საყვარელო, რომელშიც არაერთ გზის გაივლის მომავალში ღვთისმშობელი მარიამი, როცა დაიწინდება იოსებსე. წყლის მოსატანად, როცა იქ დღეს ტაძარი დგას, ჰქონდა სიხარული, ყოფილიყავი. და ეხლა თვითონ ეს კარები არის მუსლიმების მიერ ამოქოლილი იმ ესე იგი გულუბრყვილო აზრით, რომ მათ იციან, რომ მესია უნდა მოვიდეს, რომელიც მათთვის არ არის მესია. არის ერთ-ერთი წინათვით მუჰამედ ეპილეფსიან ავადმყოფს და დაბლამდგომი წინასწარმეტყველი და ადამიანურად ფიქრობენ, რომ ქრისტე არ დაუშვა მეორედ მოსვლის ჟამს იერუსალიმში განკითხისთვის. მე ამიტომა აღსგარა ქრისტემ გვერდი დახშულ კარში შევიდა, როცა მოციქულები შიისათვის ურიათას აიყვნენ შეკრებულები ქორეცზე და სხვა მაგალითებს უამრავი შეიძლება მოიტანონ. ერთი სიტყვით ეს ის კარია საყვარელო, რომელშიც მომავალში ადამიანური გაგებით ვამბობ, მათი შვილიშვილი, თიური შვილიშვილი, თიური ყრმა ქრისტე მაცხოვარი წამოიზრდება რა, გაივლის. როდესაც დიდებით შედის იერუსალიმში დაეშორა ელეონის მთიდან, აქ არის ზესიდან დაბრუნება, მეორედ მოსვლა, ალეგორიებითა და სიმბოლოებით არის გაჟღენთილი ყველაფრის გარდა წმინდა სახარება. ეს განასახიერებს მეორედ მოსვლას. ქრისტე როდესაც მოვა განჟა ცხოველთან, ცოცხალთა და მკვდართა, სწორედ ამ კარიდან შევალს უფალი. ეხლა უკვე ინტერნეტში დევს მასალები, რომ იწყება მოძრაობა, ეს კარი გახსნა. აქაც მე ამიტომა უფლისთვის არანაირი დაბრკოლება ამოშენებული კარები არ არის, რომ გავიდეს მასში. მის ხეულს სრულიად უჩვეულო თვისება აქვს. ეხლა ამაზე არ მინდა გამოწვლილი ვილაპარაკოს, საუბრის საგანს არ შეადგენს უბრალოდ და აი ეს კარია მოკლედ, რომელშიც უფალი შემოვალს გაივლის განშა ცხოველთა და მკვდართა. განკითხვას ადგილი ექნება იერუსალიმის ერთ-ერთ გარეუბანში, რომელსაც იოსაფატის ველი ეწოდება სახარებისეულად, ბიბლიურად და ასე შემდეგ. მოკლედ შევხვდნენ
ამბორს უყვეს, მიულოცეს, ატირდნენ და შინ მობრუნდნენ გახარებულები. წარმოგიდგენიათ საყვარელო, როგორი სიხარული იქნებოდა მათთვის ჯერ ხარება და მერმე შობა ღვთისმშობლისა. როცა მთელი ცხოვრება შვილი არ ყავდათ, ნატრობდნენ, ტიროდნენ, სირცხვილსაც განესტიდნენ და მიეცათ ღვთისწყალობით. ეს მარტო წყალობაც არ იყო, ეს ერთგვარად მათი 8 წლის შედეგიც იყო მათი წმინდა ცხოვრებისა. მაგრამ ნახეთ საყვარელო, გახდა 3 წლის ღვთისმშობელი მარიამი, მათ კი სიტყვა აქვთ მიცემული, რომ ღმერთს უნდა შესწირონ ტაძარში. რა კი აღთქმა მისცეს, იყვნენ რა მართალი და არაფიცის გამტეხნით შესავით, შეუგნენ ამის აღსრულებას. სათქმელად დადვილია საყვარელო, ნანატრიშვილი მიიღო და 3 წლისა განიშორო ისევ. ამაში ჩანს მათი დიდი მორჩილება ღვთისნების მიმართ, მათი სიმართლე, მათი თამდაბლობა. და მე ესე იგი მათ ცხოვრებაში ვკითხულობ, იოაკიმე უკვე მალე ადეცვლა, ერთხანს ისინი იარებოდნენ შვილთა ტაძარში ნახულობდნენ, ხო მოესიყვარულებოდნენ, კარგი სიტყვაა ქართული და უკან ბრუნდებოდნენ, ამას შერდებოდნენ. რადგან ის მათი შვილი იყო, მაგრამ პირველ ყოვლისა ღვთისშვილი იყო, მათი შვილი. ჩვენი შვილებიც არიან ჩვენი შვილები, მაგრამ ისინი არიან ღვთისშვილები. ღმერთმა მოგცა. აი ხშირად მოდიან დრტვინავენ, წუწუნებენ ტირია, რომ ყველაფერი რიგზე გაქვს, მეუღლესაც მეც, მაგრამ შვილი არ გვეძლება. არა აქვს კურთხევა. თისა. იოანე ოქროპირის არ იყოს. ესე იგი მაგალითად თესვარი რომ მარცვალს, თესლს თესავსო, რომც იყოს კარგი ნიადაგი, პოხიერი, იყოს წვიმა, იყოს მზე და იმარგლებოდეს ყანა, თუ ღმერთი არ აკურთხებს, არ ამოვაპური და თუ ამო არ დამწიფდება. ამის მაგალითები ეკლესიისა და კაცობრიობის ისტორიაში არის უამრავი, ზღვარაოდენობა. ამიტომაც ამბობს წმინდა ბასილი დიდი, კეთილს აიღებს თუ ყოველი ადამიანი ყოველ საქმეს ლოცვით დაიწყებს და ლოცვით განასწრებს. მეორე ეს თამდაბლობას გამოხატავს, რომ ჩემს შესაძლებლობებზე კი არ არის დამოკიდებული წარმატება ამა თუ იმ საქმეში, არამედ გარეშე შენ საუფალო არცა ერთი რაი ძალმიც. და თუ ადამიანი კურთხევით ცხოვრობს ღვთისა, წარმატებები აქვს. ეხლა თქვენი ეთქვი ზოგიერთი სულ სიმდიდრეზე აქვს ლაპარაკი და დავაკამათი რომ მდიდარი რო არ არის. რა თუნდა მაგას შენი სიმდიდრე? კბილი ცოლქმარი, მაგალითად არის ცოლქმარზე ლაპარაკობ, სულის სტარზეც მოთავსდება როგორც ქართული ანდაზა ამბობს. ცოლს უყვარს იგი, მას უყვარს სოლი და მცირედიდაც კმაყოფილდებიან. ამაში ბედნიერებას ხედავენ. თქვენ არ წაგიკითხავთ, თავად წამიკითხავს, მაგალითად არა ყველა წერს ამას და არა ყველას აქვს გზავს იგრძნობა, არის მილიონერი, არის შეძლებული, არის მდიდარი, აქვს თანამდებობა, აქვს შემოსავალი და ნატრობს პერიოდს, როცა ის იყო ახალგაზრდა, იყო გაჭირვებული, იყო სტუდენტი და ნაქირავებში ცხოვრობდა. რა ტკბილი და გემრიელი იყო მისთვის ვახშამის და სადილიც. სიმწრით მოპოებული. და ეხლა როგორც ქართული ამოთქვამს, გამდიდრნენ რა, გემოს ვეღარ აგრძნობს. მაძღარს ესე იგი მშიერიც მაძღარი გონია. ესე იგი დაღუპვის გზაზე დგას. მისთვის სიმდიდრე აღმოჩნდა წარსაწმედელი. და როგორც ოქროპირი ჩვენ გახსენებული აქვს, იმაზე უკეთესი გასავალი მდიდრის ხელიდან ქონებას არ ექნება, ვიდრე ხატაკის ხელში და ღარიბისო. აი ეს აწუნასწორეს მაშინ. ისე რომ უკვე თუ გარდაგერეოდეს, ანუ ზედმეტი გქონდეს, გაეცი მოწყალებაში. ჩვენთან მოწყალებები მარტო არჩევნების წინ იწყება საჩვენებლად, როგორ მივიდრე უპატრონო ბავშვთან სახლში, მოხუცებულთან სახლში, მიიტანებ, ჯერ ერთი თუ გააკეთებ, უფალი გეუბნება, მარჯვენა რას არის, მარცხენა მარიცოდეს. რას ამაყობ, რას აღებინებ და რას აქცენებ ამას. ეს არის მოსახლეობის გაბრიყვება, მოტყუება სინამდვილეში. ის როგორც იმ მოხუცებისა. ამაზე აღარ მინდა დღეს ლაპარაკი, წარე სინამდვილეა ჩვენ ცხოვრებაში დღეს, არაფრით არ გავს, მაგრამ რამდენად დიდი სიხარულია ამ წარე და უღმერთო ცხოვრებაში, როცა ღვთის დღესასწაულებია და მისი წმინდანებისა. აი ახლა მეც სხვაგვარად არ გამიგოთ, 2 კვირა თითქმის ვავატყობ, რაღაც უჩვეულო ვირუსებია გავრცელებული. ხელმეორედ შემიბრუნდა უფრო მძიმედ, ერთგვარი ბრძოლაც ჰქონდა, წირო დღეს არ წირო და გადამწონა გულში, რომ უნდა ვწირო, დიდი სიხარულია და ხშირადაც მოვხდა, რომ წირვის და გადაგების დროს განკურნებულ ვარ. და ასე შემდეგ. ესე რომ
ჩემთვისაც რა თქმა უნდა დიდი სიხარული არის ეს დღესასწაული. მეტადრე რომ ღვთისმშობელ მარიამის მიმართ დავალებული ვარ და სამღვდელო ხელდასმი პირველ ყოვლისა დიდი მადლიერების გზნობა მაქვს, თუმცა ისე ვერ ვემსახურები, როგორც იმსახურებს ღვთისმშობელი მარიამე. მაგრამ ერთი როგორც ქვრივისგან შეიწირა ერთი მწვრილი, დღევანდელიანით რო ვთქვათ, ხუთი თეთრი, ისე შეიწირავს ჩვენ ნავადყოფარის წირვალოცვასაც. ლამის ბოდიში მოგიხადეთ ქადაგების იმ ბოდიშს ვიხდი ხელით ტკივა, შეიძლება არასასიამოვნო ჟღერადობის მოსასმენი იყოს, მაგრამ ვიღაც ახსოვს ჟღერადობა და ტემბრი ხმისა. მთავარი არის საგანი საუბრისა, ღვთისმშობლის დიდება, რომელიცაც ადიდებს წმინდა ეკლესია, რომელიც უწინარეს ადიდა მამამძემ და სულიწმინდა და შემოსა უჩვეულო დიდებით. და რა დიდებაა ეგ მოგვიანებით გრიგოლ პალამადან მინდა ამოგიკითხო წმინდა მამიდან რა მიიღო ღვთისმშობელმა მარიამმა თავისი წმინდა ცხოვრების ნაყოფად ასე ვთქვა ნაყოფად კი არა საგვარეულო ის უკვე დაჯილდოებული იყო სიღრმიდან რამდენად გასაოცარი არ არის სიღრმიდან ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა მაგაზე გზადაგზა მოგახსენებ და სახე არის ბერმონაზოთ არა უბრალოდ წინამძღვარი როგორც ესეთი არამედ სახე ბერმონოზნობისა არის ღვთისმშობელი მარიამი ამადაც გაჩნდა და იკურთხა ხატი იღომენია ათონისა სადაც კიდე ერთხელ დაამოწმა უფალმა ამ გამოცხადებით რომ ღვთისმშობელი მარიამი ათონის და სულიად ბერმონოზონთა ინსტიტუტის წინამძღოლი რადგან თვითონი თავად იყო ასეთი მოკლედ ასე გარდა იმ აღთქმისა რომ ტაძარს შესწირებდნენ მშობლებმა კერძოდ მართალმა ანამ ღმერთს შეუთხა რომ თუ მისცემდა შვილს ვიდრე ტაძარში არ შესწირებდნენ მიწაზე ფეხს არ დააკარებინებდა, ანუ მიწაზე არ გაივლიდა ღვთისმშობელი. აბა როგორ თქვენი გითხავთ? ხელში ატატებული ყავდათ ან სვამდნენ, მიწაზე ფეხი არ დამდგას. ეს უბრალოდ აღთქმა კი არ იყო და ახირება მხოლოდ, არამედ ამით გამოხატულია რომ ის არის ის ვინც იშვა, არის ყოვლადწმიდა, არა უბრალოდ წმიდა, ყოვლადწმიდა, ყოვლადუბიცო. აი ამის მიმანიშნებელია აღთქმის ეგევით არის სახე. მხოლოდ იმ დღეს გახდარა 3 წლის, როცა უნდა წაეყვანა ტაძარში შესაძირად, დასვეს მიწაზე. და მან გაიარა, ჩვეულებრივად. და არა თუ გაიარა, ეხლა ჩვენ გავუცდებით, შევხედავთ რომ 15 საფეხური საკმაოდ მაღალი სოლომონისეული ტაძრისა აირბინა და შევიდა იქ, სადაც მღვდელმთავარიც კი წელიწადში ერთხელ თუ შევა საკუთარი და ერის მსხვერპლის შესაწირა წმინდა წმინდანში. აქაც ღვთის ხელი იყო და განგებულება და შემთხვევითი როდი იყო საყვარელო რომ სწორედ მაგ დღეს რიგით გამოუხდა მსახურება იოანე ნათლისმცემლის მამას ზაქარიას მღვდელმთავარს რომელიც წინასწარმეტყველების ნიჭით იყო დაჯილდოებული და რატომ ვახსენებ ამას ცოტა გვიან მოგაგეთყვით მაგაზე მოკლედ დასვეს ნათესავ ახლობლებს მოუხმეს კელაპტრებით საკმევლებით ღვთაებრივი საგალობლებით გაუდგნენ გზას ტაძრისაკენ, რომელიც საკმაოდ შორს იყო. ანუ ფეხით იარა ღვთისმშობელმა, მაგრამ შეუშველებლად. აქაც ღვთისძალა და თანაშეწევნა ჩანდა. ეხლა თქვენ საერთოდ არ დადიოდა როგორ გაიარა. ხოლმე საფონზე სვავდნენ და სარეცელზე და სიარული როგორც ესეთი იცოდა, მაგრამ მიწას არ აკარებინებთ და არის გამო მოგახსენეთ. როდესაც ტაძარს მიადგნენ, იქ ქალწულებიც იყვნენ ამ კოჰორტაში, ამ გუნდში, ღვთისმშობელს მომართდა, არა მარტო ნათესავები და ახლობლები. და ესე იგი თითო საფეხურზე თითო ფსალმონი უნდა ეგალობათ და ასე აეყვანათ შეწირული ტაძრად. როგორც კი დაიწყეს ფსალმონის გალობა, ღვთისმშობელმა ამ ვეება კიბეებზე დაუხმარებლად ესე იგი აირბინა ერთ-ერთი გადმოცემით ზაქარია წინასწარმეტყველზე ნიჭი გადმოვიდა ამ დროს წინასწარმეტყველების მოკიდა ხელი და შეიყვანა ეგ თავადაც ყოველთვის ვერ შევიდოდა. და საერთოდ ზოგადად როგორც ვთქვით, მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ იმიტომ ეს წილის ყრით იყო, ასე არ იყო, რომ ვიღაცას მოუნდა, ვიღაცას არ მოუნდა. და განგებულება იყო ისა, რომ წინასწარმეტყველი მღვდელმთავარი დახვდა და არა ნებისმიერ, რომელსაც წინასწარმეტყველა. ვინ იყო ეს? და რატომ შეყავდა? სხვა გადმოცემით, დავით ღვთისმშობელმა აუარა გვერდი და შევიდა წმინდა ოღონდ ზაქარიამ ის აღარ გამოიყვანა. და იგივე უთხრა ერთს არსებითად ეს ორივე გადმოცემა ერთმანეთს ემთხვევა და ეხმიანება, პატარა განსხვავებაა მათ შორის. ამის შემდგომ ღვთისმშობელმა მარიამმა წმინდათაში დღევანდელი გაგებით საკურთხეველში დაივანა.
რას აკეთებდა? იკითხავ თქვენ 3 წლის ბავშვი და მერმე რა თქმა უნდა ასაკი ემატებოდა. თითქმის მთელი დღის განმავლობაში ლოცულობდა. წმინდა წერილს კითხულობდა. დროდადრო ის გამოდიოდა, ღამით იქ არჩებოდა. და ხდებოდა ულუფა, თავის ულუფას უნაწილებ გლახაკებს და გაჭირვებულებს. ეხლა პატიეთ მამაო, ხომ არ აზვიადეთ, მეტი ხომ არ მოვდით. ის ხომ ადამიანი იყო, მოთხოვნილება ხომ მქონდა? კი. მხოლოდ იმდეს იღებდა სიცოცხლე რომ გაეგრძელებინა სულ ხორცში. როგორც წმინდა გარდამოცემა გვასწავლეთ, გაბრიელ მთავარანგელოზი ასაზრდოებდა თავისი ხელით. რა საზრდო იყო ეს? არსად არაფერი არ არის ნათქვამი. თუ თქვენ ამბობთ, რომ იყო თუ არა მატერიალური ხორციელი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხორცთა საზრდელი მიჰქონდა მასთან. აი თქვენ თუ ხარების ხატს დააკვირდებით, იქ მთავარანგელოზი გაბრიელია გამოხატული, კვერები უდევს კალათში და მიაქვს ღვთისმშობლისთვის. ტაძრად მიყვანების იმ ხატზეც არის გამოსახული, ზოგიერთი არა ყოველთვისა. ყველგან და ერთ სიტყვით ზეც ააპურებდა, რადგან ზეციდან ერთი სამების საგანის ძეღმრთისა მისაღებად ამზადებდა. არა მარტო სულიერად და მისულს, არამედ ხორცთაცა. რადგან უფალმა ღმერთმა, მაღალმა ღვთისამან, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამია, ხორცნი შეისნა მარიამ ქალწულის ქალწულებრივ თვეთაგან. თვე ძველ ქართულად ნიშნავს ახლად მოზელილ წონს. იგულისხმება მის ხორცთა, ანუ სხეულის სიქალწულე და უბიწუება. და უფრო კონკრეტულად რომ თქვა, მაგალითად ზიარების კანონშიც არის გამჟღავნებული და ღვთისმეტყველ მამებთან, ღვთისმშობელ მარიამის წმიდა სისხლისგან შეისხა ხორცი. სული წმინდის მოქმედებით. აი ეს დიდი საიდუმლოა, რომელსაც ბოლომდე თვითანგელოზები ვერ მისწვდებიან, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი და ჰიმნოგრაფია ტექსტებში. მოკლედ ღვთისმშობელი მარიამე ხამე გადიოდა დაახლოებით, ესე იგი 4 საათი ძილს ეძლეოდა, რადგან ხორცი ესხა და მოსვენება საჭიროა და ძალების აღება. ყველაზე ბუნებრივად და კარგად ადამიანში ძალები, მათ შორის ავადმყოფში ძალების აღდგენა ხდება ძილში. განსაკუთრებული ნივთიერებები გამოიყოფა, რომელიც ყოველობას უწყობს. რა ბრძნულად არის ადამიანის თვითსხეულიც კი მოწყობილი. გაოგნდებით, ვინც მედიცინის სერიოზულ გამოკვლევებს აიკითხებს, უბრალოდ სახდად დარჩება. რატომ აქვს ესა თუ ის ჟირკვალი ამა თუ იმ ადგილას? რატომ გამოყოფს ამა თუ იმ სითხეს? რას ემსახურება? ჰარმონიულად აცოცხლებს ადამიანს ყველა ეს, რაც მისცა ღმერთმა. და სულზე რაღა თქვა, რომელიც ხატადაც კი დააბადა ღმერთმა და მადლით აგუნარი, რომ დაემსგავსოს ღმერთს ჩვენს ხატებაზე, ადამიანში. მოკლედ, აი ეს ჩვეულება, რომ ძველად ბერებს, ნამდვილ ბერებს 4 საათი ეძინათ მხოლოდ ღამით, ან თვლებდნენ. ეხლა შემიძლია უკიდურესად ასკეტური მაგალითები მოგიყვანოთ. ზოგიერთი მამა არც წვებოდა სარეცელზე. ზოგი თუ წვებოდა, გულის ხარეს არ ბრუნდებოდა, რომ ტკბილია გულის ხარესი, რომ ტკბილად არ დაზინებოდა. ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი ჭდებოდა და კედელს ეყრდნობოდა და თვლებდა მხოლოდ ეს ხანობა. ზოგი საერთოდ 2 საათი ისვენებდა, ასე თქვა და შემდეგ ისე 8 წელს ეძლეოდა დილიდან. ჩვენთვის ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ წარმაცები, სონარები, ცილის მოყვარულები, ჭამის მოყვარულები, რომელიც გვიმძიმებს გონებას და ასე შემდეგ. და ჩვენთვის ეს არის რაღაც ზღაპრული რამ. ეს სავსებით შესაძლებელია. ოღონდ წმინდა მამები ამ 8 წელში არაერთბაშად, არამედ თანდათანობით შედიოდნენ. აი მაგალითად წმინდა დოროთეს ცხოვრებაში წერია, მოძღვართა როცა მივიდა, ერთი პური დაუდო და უთხრა, რამდენი შეგიძლია ჭამე, დიდი პური იყო. და შეჭამა რამდენი შეეძლო, მაძრისა. რომ გაიგო მოძღვარმა, რამდენ ჟარს ერთჯერზე, ასე იგი დანაყრებით. თანდათანობით ცოტას უკლევდა და ბოლოს გამოიყვანა ასკეტი და ასეც იყო, რომ მამები დღეში ერთხელ იღებდნენ საშუალოდ ბერებს, ეს არაფერს არ ნიშნავდა. 3 დღეში ერთხელ, კვირაში ერთხელ, 40 დღეში ერთხელ, 60 დღეში ერთხელ. ჩვენი შვიამღვიმელი თეოდოროსი, კეოტელი, დავით გარეჯელი და ასეც სასწაულებრივი გამოზრდა ხდებოდა, ანგელოზი ასაზრდოებდა ღვთიებს. აქ ზოგს დათვი, ზოგს ტურა, ზოგს ირემი.
ზოგს ხვავი, მაგრამ იგივე შიოს და პავლეთებელს და სხვადასხვა ღვთის ბრძანები. დიახ, ღმერთს ემორჩილება ყოველი იძვრისი და არა მარტო იძვრისი, ანუ რაც მოძრაობს, უძრავის. აი მაგალითად ახლა ხანს იყო ქადაგება ორი დეკვირისენ სხვაზე სასწაული მოახდინა და დაყუდნა ესე იგი აღელვებული სხვა და შეეშინდა თორსა შევიდა ნამშევრ ვინ არის ეს რამე თუ ქარნიცა და წყალნი დაემორჩილებიან მას. იგივე ძალაუფლება აგვიტყვა ჩვენ ადამიანებს თუ ქრისტეს დავემსგავსებით. და ჩვენ ეს ძალაუფლება ცოდვით დაცემამდე პირველ შობელთ ადამ და ევას ჰქონდათ 64-ში. მაგალითად ღმერთმა უბრძანა მოიყვანა ყველა ფრინველ ცხოველი ქვეწარმავალი და უბრძანა რომ ადამს დაერქმია სახელები. სახელს ვინც არქმევდა ის იყო მისი მეუფე, მაგრამ თავად ადამს მან დაარქვა სახელი. გესმით? ამითაც რომ ადამის ამ ცხოველ ფრინველთა მეუფე არის უფალი. ევას სახელი დაარქვა ადამმა და უბრძანა ცოლნი დაემორჩილენი თვისთა ქმართა. ის რომ არის ეგრეთ წოდებული ქალთა მოძრაობები მიეთი მოეც სრულიად უსარგებლო უზნეო გარყვნილებაში გადაჭრილი და სხვა ეს ყველაფერი ღმერთის წინააღმდეგ ამბოხია. ღმერთმა გვაკურთხა ცოლი დაემორჩილოს ქმარს და აკარებია ყველაფერი. ღმერთმა მაგალითად მამაკაცად და დედაკაცად შექმნა და არა სქესს იკეთებენ. და ეხლა კანონი გამოდის სრულიად აბსურდული და ფაშისტური. 7 წლიდან ბავშვს შეუძლია სქესი გადა. რა იცის ბავშვმა რა არის სქესი? ეს არის შეშლილი მსოფლიო. ამიტომ ანტიქრისტო კი არ შემოლეწავს კარებს. ზოგიერთს გონია რომ ძალით მოვა. არა. ჩვენ თვითონ მოვიყვანთ. ჩვენი დამახინჯებული მსოფლმხედველობიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ეს იქნება ლოგიკურიც, ბუნებრივიც და იქამდე აქტოვანდებიან ეს მადლისგან დაცლილი ადამიანები, რომ თავარ მშვიდობის ყოფილს უწოდებენ, რომელიც პარვალია, ისეთი რომ უფალი ამოს ცისქვეშეთში არ ყოფილა არასდროს. მერე კი დაინახავენ, ვინც არის, როცა კუჭი აეწვებათ, ენზე ეგრეთ წოდებული მარაგი რომ ამოელებს, რომელსაც გასცემს მსოფლიო ომის შემდეგ ანტიქრისტი და ილუზია შექმნის, რომ მშვიდობის ყოფილია, მაგრამ როცა ამოელება, მივიდნენ ატირებულები, დამშეულები, ესე იგი მოწყურებულები და მოგვეცი პური, მოგვეცი წყალი, აი პირველად გამოამჟღავნეს რომ ღმერთი არ არის ანტიქრისტი. ფერა ღმერთი ხომ არა, ხო ხედავ, ცა ცვარს არ იძლევა და მიწა ნაყოფს არ აღმოაცენებს. მაშინ კი მიხვდებიან, მაგრამ რა საბედისწეროა დაბეჭდა ანტიქრისტეს სახელით, რომ ისინი ვეღარ შეინანებენ და ვეღარ მიიღებენ შენდობას და წარწმდებიან. ადამიანი კანიბალობა კაცთა ჭამა, ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. ჩასაფრებულებიც კი იქნებიან, როდის გადავარდება ადამიანურ ეცნენ და შეჭამენ. მადა 7-ჯერ მეტი ექნებათ. ეს ადამიანები კი აღარ იქნებიან, ეს იქნება პაროდიები ადამიანს. აი ეს შეუძლია მხოლოდ ეშმაკს პაროდიების შექმნა. ღმერთმა შექმნა ცანი ქვეყანა, ხილული უხილავი ანგელოზი ადამიანი. ეშმაკს არაფერი მსგავსი არ შეუძლია. მეტადრე კეთილი. ის არის ბოროტების განსახიერება. ხოდა მე და მივმართო კაცთა მოდგმას. საყვარელო, საით მიდიხარ, საით მიეშურებით, ვის ესწრაფით, ვის ეწაფებით. თვითუფალმა თქვა, როცა გააბატონებთ მას, არჩევნებით, მსოფლიო არჩევნებით. ჭირის დღეები უწოდა მის მმართველობას, 3 წელიწად ნახევარი. თავად უფალმა, ესე იგი რა უნდა იყოს. ადამიანები ეფრემას ორცინასად გათენდება, არაფერი არ შეიცვლება მის უბედურ ცხოვრებაში, იტირებენ და ინატრებენ, რომ დაღამდეს, იქნებ რამე შეიცვალოს. დაღამდება, არც მაშინ შენ გაღამდება, დადენდება და ერთსა და იგივე ბოროტებაში დარჩებიან. სანამ კიდევ შეიძლება გაჩერება, შეჩერდით. მაგრამ როგორ სალმშია მოციქულებზე და ღვთის სიტყვის გადაგებელზე ნათქვამი, ვინ ისმინა ჩვენიო, ვინ ისმენს ეკლესიის. ახლა სატანა ცდილობს ეკლესიას დაამახინჯოს. აგერ წვალებელი პაპი რომის ჩამოვიდა მსოფლიო პატრიარქად წოდებულმა მიიღო ერთად ილოცეს ურთიერთშენდობები დოქსოლოგიები უგალობეს ერთმანეთს. ესენი არიან წვალებლები. ჩვენი წელში მოხრილი პატრიარქი ბევრად მაღალია მათზე და ბევრად მაღლად დგას. ჭიშმარიტებაშია რადგანაც. პატარა ლექსივით გამოგვივიდა.
მოგიყევით ეხლა რომ მალე ჩამოდეს ეფრემი ვატოპედის მონასტრიდან რაც მოიმოქმედა როგორ შეურაცხო პატრიარქიით ჩვენი და ეხლა ისე გაუხდა საქმე რომ აქ ჩამოდის მალე მოწყალებისთვის ჩვენს პატრიარქად როგორც იქ ათანასე დიდის მონასტერში იოანე ქართველის კვიპაროსი უფრო მაღალი გაიზარდა ვიდრე ათანასესი და ამით აჩვენა ამაზე განმარტოდნენ ქართველებთან ბერძნები ვინ არის უფრო წარმატებული აღმატებული აღმოჩნდა იოანე შერცხვენილმა ბერძნებმა რამოდენიმე წელიწადში ესხე მოჭრეს გესმით თქვენ საყვარელო ვერ მოითმინეს არა და ღმერთმა აღმოაჩენა იმარხულეს ილოცესაც ხოვეს რომ აი 40 შორის ქართველსა და ბერძენს შორის ვინც არის უფრო მაღალი იმის ხე უფრო მაღალი გაიზარდოს და გაიზარდა იონეს დარგული ხე სასწაულმა ვერ მოაქცია და სხვა რა უნდა გაიკვირდეს მოკლედ ვატოპედში წირეთ და ესე იგი რო შევედით სატრაპეზოში წირვის შემდეგ ქართველია იქ მონაზონი იყო ერთი და გამომიგზავნა და დამისვა მარჯვენით და ქართველმა ამაყად მithარგმნა რომ მარჯვენით რომ დაისვავენ აქ დიდი პატივია ირონიულად გავიღიმე და უფრო ქართველისთვის დიდი პატივია მეთქი რომ ბერძენი მარჯვენით დაისვავს ის თუ ფიქრობს რომ მარჯვენით დაისვავს მე ვფიქრობ რომ ჩემს მარცხენით ის მეთქი ის გესმით რა უთხარი და თარგმნო კი მეთქი უნდა თარგმნო ეხლა თუ ბევრს მალაპარაკე იოანეს და ათანასეს მაგალითსაც მოგიგონე მეთქი და გაჩვდა ეხლა რაღაცას მიხვდა ეფრემი გავიდა ცოტა ხანი 2 წუთი სულ კაცმა სტუმარ ესე მიმიწვია სტუმრად სუფრაზე და მამა გამილანცხა აი ეს გამოვიდა საბოლოოდ იმას ქართულს ათარგმნებს ქართველის გასაგონად ესე იგი ბერძნები როგორ არიან თუ დაგიჩათირეს ფეხბეშა მოგიდებენ და თუ ვერა მე ღირსეულად გექცევიან და გერიდებიან ასეთი რამ ბუნებაში აქვთ ეს მსაკრობა ერთი სიტყვით აი თქვენი პატრიარქი სიბრძნე არ ეხო იერუსალიმის პატრიარქი რო გადააყენეს უსამართლოდ და უკანონოდ არც გადააყენეს წირვის მერე რო წავიდა ამოუშენეს სოცხლად მოხუცი პატრიარქი ამოუშენეს და ჩასვეს ციხეში ამით თავის სენაკში არაბი მართლმადიდებელი არა ბერძენი არაბი მართლმადიდებელი მიდიოდა საღამო ხანს და დღეში ერთხელ ამ მოხუცებულ პატრიარქს ირინეოს საზრდელს უზიდავდა მცირეოდეს იქ მე არაბები ვნახე ვინც არის მართლმადიდებელი აი გულანთებული ქრისტიანები არიან შეეწირებიან ქრისტეს ძალიან გამიგრა მუსლიმი არაბები საცხოვრებლად იერუსალიმის კვარტალში ჩასისხლიანებული ჩაწითლებული თვალები ბოროტი გამომეტყველება და ჩემ რევს არ ვიცი ნანას თუ რომელს უთხარი ჩემთან ერთად იყო იკონომოსი ხედავ მეთქი როგორც თუ მამა დავით ბურდულს უთხარი უпроსორად როგორც ცვლის მეთქი სარწმუნოება ადამიანს მუსლიმებს ხო უყურეთ მეთქი როგორ ჩასისხლიანებული თვალები დადიან და მართლმადიდებელი არაბები აი სიყვარულით გერულებოდნენ აი მაგალითად ნაზარეთში დგებარ ტაძრის წინ მოგილოცეთ იქ ის წყარვა სადაც ქრიშოდოს გამოცხადება ქონდა ერთ-ერთი გადმოცემით და საიდანაც ეზიდებოდა წყაროს და მზე იყო და იქ პავილიონი იყო რაღაც და იქიდან მოვიდა 2 არაბი თურმე მართლმადიდებლები ყოფილან კურთხევა აიღეს და მორიდებით სიყვარულით გვითხრეს ჭრილში ხომ არ შემოგზანდებით თარჯიმანი მოიყვანეს და წარმოიდგინეთ გაისარჩნენ ხომ არ შემოგზანდებით და წყალს მოგართმევთ და ცოტა მოისვენეთ გამიგვირდა ასევე ვიყავით ერთ-ერთ ქალაქში არაბთა ქალაქში რომელიც მართლმადიდებლები არიან ნუ არ ვიცი რა უდიდესი სიყვარული დაგვაფრქვევს არა მარტო პატრიარქს ნებისმიერ ჩვენთაგანს ერისკაცებიც იყვნენ მოსალოცად და შეადარე ახლა ბერძნები რომელსაც ათონზე საკურთხეველში არ შეიმეშვეს და 1000 რამ ისეთი მოიმოქმედეს უბრალო პლუ ადამიანი არ გააკეთებს იმას არა თუ ქრისტიანია ზოგი რამ იცით და თავს აღარ შეგაწყენ და ჩვენი პატრიარქი ბართლომეოსიო რა ბრძენიაო და ასე შენ დაიწყო ქება ერთს დამამთავრებინე გაფიცებ ქართველობას და მართლმადიდებლობას უთხარი თარჯიმას ქართველს სიტყვა სიტყვით უთარგმნე მეთქი ყველაფერი დავიწყე ლაპარაკი თქვენი პატრიარქს ყველაფერს თავი რო ვანებოთ ეკუმენისტია მეთქი განგიმარტოთ მეთქი რა არის ეკუმენისტობა ჩაუვარდა ხმა დაიბნა ის თარჯიმანის თარგმნობა რატო ხო დაგაფიცე მეთქი ქართველობა მართლმადიდებლობა თარგმნე მეთქი რა უფროს ვერ ეუბნები მეთქი ხო მიხვდე ახლა რასაც სახეზე ავჭარბდი წამოხდა უცბად მონასტრის წინამძღვარი ეფრემი კურთხევა გასა სამაგობელ ხალხს დაჭამი არ ქონდა 5-6 იყო დაწყებული
და უჭმელი დატოვა მხოლოდ იმის გამო რომ მართალი სიტყვა არ მოესმინა ვინ არის ილია მეორე ვინ არის და ბართოლომეოსი ვინ არის და გავიდა იქიდან და გავიდა ხალხის გაოცებულები მათ ხო არ იცოდნენ რა საუბარი შესწრა აი ესენი არიან ეგენი ხო ეს სიტყვას გადაუხედოთ მოვაყოლეთ პაპის ვიზიტს და ასე შემდეგ და მეტია ლაპარაკი აი აქეთ მიდის სოფლიო კი არა ეკლესიაში მიმდინარეობს მოდერნიზაცია იცვლება მოწყვრება ეხლა აი ამ წვალებლებმა ურთიერთშენდობა მისცეს ერთმანეთს შეიწყნარეს მათი მცდარი შეხედულებები ესენი ამობენ ეკუმენისტები რომ შავი არის თეთრი და თეთრი არის შავი შავი და თეთრი არის ერთი და იგივე ამას ამობენ მარტივად ენაზე რომ გითარგმნოთ ვანებოთ ამათავი ღმერთს მისცენ პასუხი აქაც და იქაც ყველა სინანული მოქცეს აი როგორ აპრიყვებს ადიდებს თანამდებობა პატივი და სხვა ადამიანის შემოსავალი და სხვა სიმართლეს ვეღარ იცავს სიმართლეში ვეღარ არის აქ არჩევანი როგორც პილატე პონტუელს მაგალითად მიუხედავად იმისა რომ ცოლმა შემოუთვალა რომ კაცისა მაგისა მართლისა ჟაში განკითხვაში არ მიიღო მონაწილეობა რადგან ბევრი მეღნო მის გამო მაინც საბოლოოდ ხელები დაიბანა და ქრისტე გადასცა ჯვარცმისთვის და როგორ დაამთავრა ცხოვრება სხვადასხვა პონტუელი ქართველი იყო წარმოშობით იბერიელი პილატე პონტუელი ესპანეთში გადაასახლეს ერთხელაც ცოლთან მეძავ ცოლთან ერთად იჯდა და ესე მიწისძვრა მოხდა და ცოცხლად ჩაიტანა ორივე მიწაში სხვა გადმოცემით გაგიჟდა მანამდე და ასე შემდეგ ღმერთს როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე ვინ დარჩენია საგვარეულო დაუჟელი მაგრამ მას დაჟა კი არ უნდა არაბეთ გვითხრა წადი და ისწავლეთ წყალობა იმ ნებავს და არამს მე მინდა შეგიწყალოთ მოვეცით საბაბი სინანული მაჩვენებ თუნდაც იუტისოდენა მე ვარ მიზეზი ანიტახოვე თქვენი გადარჩენის საბაბს ვეძებ თქვენში და ადამიანი ისია გადაგვარებული რომ საბაბი რა არის იმასაც აღარ აძლევს ყველაფერს აბიაბებს დასცინის ეკლესიას მის საიდუმლოებს თავად უფალ ღმერთს მის მომავლილებელ მამას და სულიწმინდის მოქმედებას რის იმედი უნდა გქონდეს ასეთ ადამიანს თუმცა ეხლა გამკრა იოანე ოქროპირის სიტყვება ყურში ასეთი ადამიანი არის კიაო კითხულობს ადამიანი ჯერ კიდევ 16 საუკუნის წინათ როცა თითქოს ყავდა ქრისტიანობა და დღეს რაღა ითქმის ერთი სიტყვით ღვთისმშობელი მარიამი ყველა თვალსაზრისით აღემატა ყველა ადამიანს და ადამიანს კი არა საგვარაგად დღესაც ვიგალობენ ღირსარსის საგალო როც ცით გამომოგვეცა თავარანგელოს გაბრიელის მიერ სერაფიმ ქერაფიმ პირველი ტრიადის უმაღლეს ანგელოზებსაც კი აღემატა თავისი სიწმინდით მასზე იყო ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე ვიდრე მოევლინებოდა წუთიცოდებს ღვთისმშობელი მარიამი წინასწარმეტყველება მისი წინაპრის დავით წინასწარმეტყველისა დასგა დედოფალი მარჯვენით ღვთისაშემოსილი სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირადად იცით ეს რაზეა ღვთისმშობელის ტაძრად მიყვანებას რომ უნდა წაეყვანა ლამას სამოსელში გამოაწყვეს ну რაც კი მათ პირობებში ჰქონდათ უკეთესი ის ჩაართვეს მარტივად რომ ჩააწვეს მაგრამ აქ იგულისხმებოდა რომ ის შეიმოსებოდა ფერადფერადი სამოსელი ნიშნავს სათნოებებით ისეთებით როგორითაც გამოირჩეოდნენ მისი მშობლები მარხვით, ლოცვით, მოწყალებით, ღვიძარებით, სულგრძელებით, მიმტებებლობით და ასე შემდეგ. ღვთისმშობელი მარიამი თვითმშობლებსაც აღემატა ამ თვალსაზრისით. უფრო მეც გეტყვით, ხშირად გვითქვამ საყვარელო და უბრალოდ შეგახსენებ, რომ ანგელოზისაგან ეწოდა სახელი მარიამ, რაც არის რამოდენიმე ბერძნული სიტყვის ანაგრამა, ანუ პირველი ასოები, რომელიც გამოხატავენ იმ სათნოებს, რომელიც ჩამოთვალე და ზოგი ვერ ჩამოთვალე. ანუ მისი სახელიც კი შედგება სათნოებისაგან. ამაზეა მისი სახელი არის წინასწარმეტყველება იმ სათნოებზე, რომელიც უხად ჰქონდა ღვთისმშობელ მარიამს. მოდით ეხლა ყური მივუყვრათ საყვარელო დიდ ღვთისმეტყველს, წმინდა გრიგოლ პალამას, როგორც ხედავთ და გესმით ბოლო დროს მოუხშირე მისი ქადაგებების თარგმნა სხვა ხასიათისა და მხედველობა უკვე 20 თარგმნეთ ასეთი ეს 21-ია და მხედველობაში მაქვს კიდევ რამოდენიმე მისი საუფლო დღესასწაულზე წარმოთქმული სიტყვა ვთარგმნო
და სახარების ორიოდე ადგილის განმარტება და თუ ღმერთის ნება იქნება გამოცე წიგნად და მე ვფიქრობ ძვირფასი საგანძური იქნება ჩვენი ქართველი მორწმუნეებისთვის. ეს ფრაგმენტი, რომელიც სულ სამოგიკითხოთ, არის მისი ერთ-ერთი ქადაგების დასასრული, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას წარმოთქვა მასშამსაშინა. ჩვეულებისაებრ ადამიანის გონება იმის მიმართ იჩენს ცნობისადებს ამბობს წმინდა გრიგორი, რაც მის გარშემო და მის ქვევითაა. ანუ ირგვლივ რაც არის ირგვლივეთში. თუმცა ძალუც თუ კი უმაღლეს ენერგიას მიენებება, ღმერთ შეურაცხმოს. ანუ მადლს თუ მიენებება, შეუძლია ღმერთსაც კი შეურაცხმოს. ამ მიწიერ საგნებში კი არ იქნას მიმოქცეული მისი სული გული, ფიქრი, რახვა, გონება და სხვა, არამედ შეუძლია ღმერთს მიახლოს და მიეწებოს. როგორც უფალმა გითხრა, მე თქვენში და თქვენ ჩემში. როცა ესე იგი ღმერთი ამასობაში რჩება ღმერთად, ადამიანი რჩება ადამიანად, მაგრამ განეხმრთობა, ღმერთს ემსგავსება. ეს საქმობა, რა თქმა უნდა, საქმობა შეიძლება ვთქვათ, როგორც ღვაწლიც. ეს საქმობა, ეს ღვაწლი, რა თქმა უნდა, სიძნელეებთან არის შეერთებული. აკი ადამიანი თავისი ბუნებით სხეულისგანაც შედგება, სხვადასხვაგვარ ცოდნებთანაა შეერთული, აქვს მრავალგვარი მიწიერი და ყოფითი კავშირები, რომლებზეც უარის თქმა მძიმეა. ესე იგი ადამიანური გარემოებებში არის ჩაფლული ადამიანი და მათგან თავდაღწევა ან აღარ უნდა, ან არ სურს, ან არ შეუძლია, ან უბრალოდ აზრათაც არ მოსდის, ისე იმდენად მოსწონს ამავებაში ყოფნა. ამით არის გატაცებული. ხოლო ყოვლადწმინდა თავისი მიწიერი ცხოვრების დასაწყისშივე ეს კავშირები გაწყვიტა და ადამიანთაგან განმარტოვდა. წმინდათაში კერძოდ. ეს არ იყო ადვილი. მაგრამ ნახეთ მართალი მშობლების აღზრდილი რომ იყო, დედა ნახე ქართული სიფხნე ამოწმებს, მამა ნახე, შვილი ესე გამონახე. საწყისი მას ჰქონდა მშობლებში. ეხლა დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი მშობლები ყავ ადამიანს. თქვენ ფიქრობთ შემთხვევითია, რომ მაგალითად სოდომიტებს კანონით უკვე ევროპაში და არაერთ ქვეყანაში უფლებას აძლევენ ბავშვი აიყვანოს მაფათეს სოდომიტი რაც გაზეთ და თავისნაირ სოდომიტს გაზეთ გამონაკლისის გარდა იშვიათად თუ მოხდება გამონაკლისი თუ ბავშვის ბუნებიდან გამომდინარე. და გათანაბრება ხდება იმისი, რაც უთხრეთ გამომრიცხავი და საწინააღმდეგოა. სწორედ ამიტომ როგორც ანდრია სალოსის ცხოვრებაში არის ნაწინასწარმეტყველები, ანტიქრისტები დღე გაბატონდება, ეწდება ოჯახები დაანგრიოს. ოჯახები ეს ეროვნული სახელმწიფოს უჯრედებია და თუ სიმსივნით დაავადებს, მეტასტაზები ექნება მთლიანად სხეულს, ანუ ერი წარწყდება, დაიღუპება. ეხლა მე შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც მოგიყვანო თქვათ ევროპული ქვეყნებიდან, რა ხდება იქ. ქუჩებია, ყველა მეცე, მაგალითად ლუდის ბარები, ეს არის მამათმავლების ბარები. ერთს მოგიყვებით. ეს ბერძენი გოგოა, ქართველი ცოლი იყო და ეს კაცი რო გარდაიცვალა, წესსაგებაზე მეგობარმა წამიყვა აუგე და გზაში რომ მოვდიოდი, სტუმრად ჩავედიო საბერძნეთში სწოროდენ ბოლო პერიოდში და იცის რომ ლუდი ძალიან მიყვარს და მოდი ისეთ ლუდს დაგალებინებ, ისეთ უბანში მიგიყვანო და თურმე ყოფილა მამათმავლების ის უბანი რა. მთელი ეს რაც იყო კაფეები, რესტორნები, მაგათი იყო და შეიყვანა ერთადერთი რაც ხედავს კაცო, მაფათე კაცი კაცეზის, კაცი კაცეფერება თავიდან ვერ გაიგო. ვერ ეკითხა რა ის ფუკუნებს შუმა თიცინის. ვერ მიხვდიო და რასო და ლუდი კი კარგია, მაგრამ ეს ხალხია გარყვნილიო. მამათმავლები არიან, მამათმავლების ლუდის იმას შემოგიყვანეო და წამოხდა ეს კაცი გავარდა იქიდან, წავიდა საერთოდ იქ მუბნიდან და მე ვთქვა გაგეხუმრეო და ასე შემდეგ. რა მინდა თქვა, ასეთი რამ ბევრი არის ცნობიერებაში. ხართა რომ დააბანზნეს ის სამფერ იმდენს გველაპარაკებიან, იმდენს რომ აქ საქართველოშიც გაჩნდნენ მამათმავლები და ერთ-ერთი ახალგაზრდაც იყო აქ მოსული 2-3 წლის წინ და ეზოში ძიურ მოვიდა მამა არჩილი ხარ უკიო და რატო გვიშლი ჩვენო მამათმავლობასო? არ ვიცი ვინ არის, შვენიერი ტანადი ბიჭი იყო. მე ვთქვი რას გულისხმობ მეთქი, რას გულისხმობ პირდაპირ გაგებ მე მამათმავალიო და ძალიან მომწონს ეს საქმეო და შენ რატომ გვამხელო ქადაგებას? არ დაგიმალავ ყოველ თქვენს ქადაგებას ვისმენ ზოგჯერ ვუბრუნდები კიდეც უკან. ძალიან მომთხარ თუ მოგწონს ეს ქადაგები რატო არ იცვლები მეთქი და მე ბევრი ველაპარაკე ლიტერატურაც მიეცი და ღმერთ 1-2 მოვიდა, მაგრამ მე ესეთი იაღლიში მოვიდა აქ რომ არ მინდა მოყვე. ღმერთმა შეუნდოს და სინანული მისცეს. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ადამიანებს აგვარებენ და ანტიქრისტე რომ მოვა, რამე რეაქცია განსაკუთრებული არ ექნებათ. იმიტომ რომ თავად იქნებიან მცირე კალიბრიანი ანტიქრისტეები, ადამიანები, გადაგვარებულები.
და ვინც მას არ მიიღებს, დევნა ექნება. ისინი თავად დატოვებენ საერო საზოგადოებრივ ცხოვრებას, ტყეში, ღრეში და უდაბნოებში გაიჭრებიან, მაგრამ იმდენად პატივმოყვარე იქნება ანტიქრისტი, რომ ეცდება, რომ ისინიც დაბეჭდოს თავისი სახელი და თავის მტოვრებს გაგზავნის მათ მოსაძებნად. ვინც არ დაიბეჭდება, სიკვდილით მოკლავენ. და ასე შემდეგ. ისეთი დრო მოვა, როგორც წმინდანები წინასწარმეტყველებენ, რომ ერთი მხოლოდ იესოს სახელის მოწოდება, სახელი იესო რომ ახსენო, შეიძლება ტოლფასი გახდეს მოწამეობის. ისეთი დევნა იქნება ყოველივე არადუ ქრისტიანულის, არამედ ადამიანურის. მას ყოველად წმინდა თავისი მიწიერი ცხოვრების დასაწყისშივე ეს კავშირები ადამიანური გაწყვიტა და ადამიანთაგან განმარტოვდა. იგი თავით ის წმინდა წმინდანში მას ძალზედ ხშირად ეჩვენებოდა და ეზრახებოდა და განაბრძნობდა მთავარანგელოზი გაბრიელი. ასევე სხვა ზეციური ძალები. მათგანაც მოიღებდა სიბრძნეს. ეს იყო ერთგვარი ნაყოფი მისი წმინდა და ამაღლებული ლოცვების. ასაზრდოებდა მთავარანგელოზი. ასე და ამგვარად მისი სულიც და მისი სხეულიც მზადდებოდა, რომ მიეღო ზეციური უდიდესი სტუმარი, ერთი სამებისაგანი ზეღვთისა. იგი თავისი სხეულის დანდობაზე ამაღლდა, არ იმდობდაო სხეულს, კაცრი მარხვი, ძილის მოკლებით და ასე შემდეგ, მას თავის სხეულზე ამაღლდა და თავისი გონება განუწყვეტელ ღვთიურ ლოცვას შეუერთა. შვრებდა რა ამგვარად ღვთიურ საფრთხო მადლს და გადალახავდა რა გულისთქმათა მრავალსახოვან ქვემძრობობას, რას უწოდებს ხედავთ სატანას აქ წმინდა გრიგოლი გულისთქმებს, რომ შეუფერებელს გვიდებს გულში სიძვის, რისხანების, ანგარების, შურისძიების. ეს ბრძოლები ეშმაკისგან ჰქონდა ღვთისმშობელსაც, მაგრამ აუღებელი ციხე იყო ღვთისმშობლის გული ბოროტის სულისთვის. იგი ახალ გამოუთქმელ გზას ხედავს, ღვთისმშობელი, რომელსაც ზეცად ახავს. თუ კი ნებას დამრთავენ, ამბობს წმინდა გრიგოლ პალამა, მაშინ ამ გზას განსაზღვრავდი როგორც გონების დუმარებას. საერთოდ წმინდა მამები რატომ გადიან განდეგილად, როგორც განმარტავენ თავად ასკეტები, რომ მიაღწიონ გონების მდუმარებას. ამაო აზრებმა არ მოინახულონ. რატომ ლოცულობენ განუწყვეტლივ იესოს ლოცვას? რადგან ერთდროულად გონებაში არ შეიძლება იესოს ხსენება ციკოს და მისი საწინააღმდეგოს ან წარმავალისა და დროებითისა. იესოს ლოცვით, განმარტოებით, სადაც სასტურები ნაკლებია და სხვა ხასიათის ბრძოლები აქვს ადამიანებს, ისე რომ ფიზიკურადაც კი ებრძვიან მას სატანის ანგელოზები და სემენ კიდეც თუ ქვას ესვრიან თუ ჯოხით სემენ და უამრავი მაგალითებია წმინდა მამებთან აღწერილი. გარკვეულ დრო და ჟამამდე და თუ ვერ აცტუნეს და ვერ შეაშინეს მერე თავს ანებებენ. იმიტომ რომ სატანა მათი უფროსი გვევს ამის გამო რომ ვერ აცტუნეს. ამიტომ მიდიან ახლა სხვასთან და იგივე საკეთებდა. დღეს რა თუნდა ამდენი სიარული ეშმაკს, მაგისი სამკალი არ არის კაცობრიობა დღევანდელი, რა თუნდა თამაც სტუნება, იქით არ გასტუნონ. როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ნილოს მირომდინარე, ისე გაბოროტდებიან ბოლოშავის ადამიანები, რომ თვით სატანას გადააჭარბებენ ბოროტებაში, რა უნდა იყოს ესეთი, გვიგვირს ყველას. ისე რომ რაც შეიძლება ღვთისმშობელ მარიას ამბობს წმინდა გრიგოლ პალამა, თუ ნებას მომცემენ ამ გზასო, მისი სულიერი ცხოვრების ამ გზას, მოღვაწეობის განსაზღვრავდი როგორც გონების მდუმარებას. ამადაც იგალობება ყოვლადწმინდა როგორც საიდუმლოისა დღისა ცისკარი და ცეცხლის მსგავსება ეტლის სიტყვისა, სიტყვა ზეღვთისას აღნიშნავს. ყოვლადწმინდა ქალწული თავად ხდება სინათლე, კი არ უჭრებს მარტო, თავად ხდება სინათლე. და ამ სინათლით იგი სერაბინ ქერაბინებსაც კი აღემატება. მეორე ნათლად იწოდებიან ანგელოზები, იმიტომ შევადრი მათ. ყოვლადწმინდა ქალწული თავად ხდება სინათლე და სინათლეს უერთდება, ანუ სინათლის წყაროს თვალს ყოვლადწმინდა სამებას და სწორედ სინათლეს ამას, სწორედ ამავე სახით ნებისმიერი მორწმუნე არ მარტო ეს ღვთისმშობელს ძალუცო და შეეძლო, ნებისმიერი მორწმუნე ღირსქმნელი ღვთიური ენერგიის, ანუ მადლისა და შინაგანი ფერიცვალებისა ასკეტური ბრძოლის შედეგად რომ მიუღია სულ ერთიანად სინათლეს ემსგავსება. ესე იგი თუ ადამიანი ამოვებას დატოვებს, განმარტოვდება და ასკეტურ ცხოვრებას მოკიდებს ხელს, მასაც ძალს
იქცეს სინათლე, მიეწებოს სინათლეს და ასხივებდეს სინათლეს. აი მაგალითად ერთ მოშოთ რაც მაგონდება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან საკურთხეველში გვაქვს მისი წმინდა ხატი გამკრა გონებაში. როდესაც მოწაფეებმა იფიქრეს რომ ცეცხლი გაშდა მის სენაკში და რომ მივიდნენ ნახეს რომ მადლი იყო სულიწმინდის ღვთაებრივი ცეცხლი იყო. სერაფიმ საროველი თავად ბრწყინდებოდა ასეთი ნათლი. ერთხელ მოწაფესთან ერთად მიდიოდა გზა და უხსნიდა ხელთუქმნელ ნათელს სწავლებას და ვერ გაიგო მოწაფემ და რა არისო მაინც ვერ გავიგეო და ესე იგი წმინდა სერაფიმემ გულში ილოცა ღვთისმერთ რომ აჩვენეო ფალო ეს ნათელი ხელთუქმნელიო და როდესაც მოწაფემ შეხედა სერაფიმეს სინათლეთ იყო ქცეული და ცეცხლა და შეშინდა და დაემხო ქვე რა არისო მამაო აი ეს არის ის რაზეც ასწავლის ეკლესია ღვთაებრივი ენერგია. Რაღაც შორს წავიდე გრიგოლ პალამა ვის ფრაგმენტსაც ვკითხულობ. არაერთხელ უხილავ წირვალოცვა ქადაგების დროს ხელთუქმნელი ნათლით განათებული. და უფრო მეტიც რო გარდაიცვალა ეს ნათელი არც მერე არ მოშორებია მის ხელს. დღემდე აქვს ეს გამოყრდომა ნათლისა მის ხელს. ვისაუბრს შენი დიდებულება აღწეროს ქალწულო მიმართავს წმინდა მამა ღვთისმშობელს. შენ ღმერთი ძე კაცისად ქმენ, ხოლო კაცი ძედ ღმრთისა. ღვთისმშობელი შენ თავის შემოქმედთან შეარიგე. შენ გამოცდილებით მასწავლე ის, რომ არა მარტო გრძნობით ხედავდე და არა მხოლოდ გულის სიტყვითაც კი, არამედ განწმენდილი გონებისა და საღვთო მადლის ზიარების დახმარებითაც, რომლის მეშვეობითაც ჩვენ უღრმავდებით ღვთის მხილველობით, სილამაზესა და ვტკბებით მით. და ეს ნათელი ხელთუქმნელი ადამიანმა წმინდანზე აქ ლაპარაკი შეიძლება იხილოს არა მარტო გონებაში და გონებით, განწმენდილი გონებით, არამედ ხორციელი თვალითაც. როგორც ეს წმინდა მამა გვასწავლის, რომ სიტყვას ამბობს ფერისვალებას ერთ ქადაგებაში პეტრემ და ძმებმა ზებედესმა ხორციელი თვალით იხილეს ღვთაებრივი ნათელი, რომელიც გამოკრთებოდა მისგან და ეფინებოდა ირგვლივებს, მათ შორის იმ ორ წინასწარმეტყველს და მათ შორის მოციქულებს, ამ სამ მოციქულს. მას დავიმარხოთ ერთობა როგორც ღმერთთან, ასევე შორის ერთმანეთისა. მიწივ ზეცისკენ ვიჭვრიტებოდეთ, მოვედით ვისწავლოთ, მიწას არ ვეწებებოდეთ, რადგან ჩვენ მიწას უკვე აღარ ვეკუთვნით შემდგომად ნათლისღებისა. მიწისაგან იყო პირველი ადამიანი, ხოლო ჩვენ ზეცისაგან ვართ, როგორც კაცი მეორე ადამად წოდებული უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოვედით გულითა ჩვენი და აღვიწიოთ ზეცისკენ. მოვედით ეს უჩვეულო სახილველი ვიხილოთ თუ ჩვენი ბუნება უნირთო სახით როგორ შევალ სწორედ იმავე მარადისობაში, სადაც ღვთიური ნათელი იღვრება. და თითოეულმა ჩვენთაგანმა მტკიცედ მიუძღვნას თავი ღმერთს, მიაქციეთ ყურადღება, არა უბრალოდ მიუძღვნას, არა უბრალოდ ეკლესიის ცხოვრებას მოკიდოს ხელი, მიუძღვნას მტკიცედ თავი, როგორც უფალი ამბობს თქვენი სიტყვა ხო იყოს და არა, სხვაგან პავლე მოციქული ამის საწინააღმდეგოდ კაცი რომელსაც ერქვანზე უდებს სახნისზე ხელი და უკანი ყურება საიმედო არ არის სასუფევლისთვისო. აი როგორც აპოკალიფშიც ასევე ერთ-ერთ ეკლესია 7-დან მიმართავს შენო არც ტფილი ხარ, არც გრილი, არამედ ნელტფილი. ამიტომ აღმოგაგდებ ჩემი პირიდან და ღვთის პირიდან გაგდებული წყევლაც კი ასაკად დასავლეთ საქართველოში რას ნიშნავს? კაცი რომელიც ღმერთის წყალობამ დატოვა ყველანაირად. საბრალობელი არსება. ისე რომ ჩვენი გადაწყვეტილება ვიყოთ ქრისტიანები, უნდა იყოს მტკიცე. უმეტეს ჩვენთაგანს გნებავს ეკლესიურები და ეს გადაწყვეტილება არ გაქვთ. მე ხომ გაგვირდებით გისმენთ აღსარებებში, საუბრებში. აი როგორც თქვენ იტყოდით, ქართული გამოთქვით, ყველიც გინდაც, პაპაც გინდაც. აქ არაფერი მოიკლოთ, სასופველში როგორ ამთხოვეთ დაბრუნილი გქონდეთ, რა თქმა უნდა, ან მარცხენა მაცხოვრის, ან კიდევ შემთხვევაში ღვთისმშობელ მარიამისა. როგორ იკადრებთ რიგით ადგილს სასופველში, სადაც ყველა ხარო, სადაც არ უნდა იყოს. და ჯოჯოხეთში შეგახსენეთ მეორეს, ყველა ეტაჯება, სადაც არ უნდა იყოს. გენიაში იქნება ქვესკნელში თუ გარესკნელში. იქაც მრავალი ადგილებია სატანჯველის. ეს იმას არ ნიშნავს ზოგიერთი გაღიზიანდება შინაგანად ან შეგრთება, რომ აბსოლუტურად უარი ვთქვათ, ერთშიც ვარ მიწერ. ჭამას არ გიშლის. აი დღეს არის ხსნილი, არა? დღესასწაულია შობის მართვა დაიწყო. თევზით და ღვინით. მიიღე შვილო, თავად ეკლესია გაძლევს კურთხევას.
ამას ეს მიიღე როგორც ნუგეშინისცემა და არა განსხრომის ან დათრობის საშუალება. გამიგეთ საკმარისო რა განსხვავებაა. ღვინო ახარებს გულსა კაცისასა, ხოლო თუ ზედმეტს დალევ, გულს გაგიხარებს კი არა, მტერს გაახარებს შენსას. ისეთ სისულელებს ჩაიდე და ადამიანები უდიდეს უმეტესობას თავის შეცდომებისა, ცოდვების ჩადიან მთვრალ მდგომარეობაში და აფექტის მდგომარეობაში მოგეხსენებათ. ანუ ზომიერება ეს არის მართლმადიდებლობა. სამოსელი გინდა, კი ბატონო, შეიმოსე. ლამაზი გინდა, არც მაგას გიშლის. მაგრამ ქარაფშუტობაში არ უნდა გადახვიდე. მაგალითად რა არის მამაო ქარაფშუტობა? მოდას მიყოლა. ეს არის მწვერვალი ქარაფშუტობს ამაზე ზევით აღარ არის არაფერი. რაც შემოვა, ყველაფერი კი არა ჩაიცო ჩილოკეთი. უბრალოდ გახდილობა ქვია, ვიდრე ჩაცმულობა. როგორც დიდი იოანე ოქროპირიანოს ქრისტიანი ყველაფრით უნდა გავდეს ქრისტიანს, მათ შორის ჩაცმულობითაც. და მამა გაბრიელი არ ამბობდა განა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, რომ ბოლო დროს ქრისტიანებს და არაქრისტიანებს ჩაცმულობითაც შეიცნობება. იმიტომ რომ უღმერთონი ივლია შიშვლები ან ლამის შიშვლები, ხოლო მორწმუნე ღვთისმოსავი სამოსელით ივლია. მაგრამ რამდენია ჩვენ შორის რომ ასეც უნდა ისეც უნდა ყველაფერი უნდა. და საბოლოოდ როგორც იგავში არის ნათქვამი ტალანტზე იმასაც დაგარგავს რაც გონია რომ აქვს. მოვეღება მისგან ტალანტი ნიშნავს რომ მადლი საერთოდ განშორდება და მფარველი ანგელოზი წარსათმედელში როცა წავა. ვიდრე ადამიანი ცოცხალია, რაოდენ მძიმედ არ უნდა იყოს სოდვილი ქრისტიანს სკოლის ხომქირყოლისა, მას იცავს ანგელოზი, ახლავს და მადლი ღვთისა. მაგრამ როცა საბოლოოდ განიშება და გადაწყდება, რომ ის არ არის მკვიდრი და ღირსის სასუფევლის, ერთის და მეორეს აერთმევა. როგორც მათ მამას სატანას, როცა დაეცა ცოდვით ლუციფერი, აერთვა მადლი, მაგრამ დაუტოვა ძალა. მოვედით გულითა ჩვენითა ამბობს წმინდა მამა აღვიწიოთ ზეცისკენ. ზეკვაქვთ იმ გული როგორც დღესაც შეზახეთ გალობლება. მოვედით ეს უჩვეულო სახილველი ვიხილოთ. თუ ჩვენი ბუნება უნივთო სახით როგორ შევალ სწორედ იმავე მარადისობაში, სადაც ღვთიური ნათელი იღვრება. თითოეულმა ჩვენთაგანმა მტკიცედ მიუძღვნას თავი ღმერთს და ამზით დაამტკიცოს სიწმინდე მიწისა, რომელზედაც ის დგას. ვიგთრა ამას კადნერება გვექნება ჭყურვილით მივივტყოდეთ სამზეებრისა და ერთთავარი წინვალების უმაღლესი ნათლით განათებისაკენ. და ბოლოს ლიტურგიის საიდუმლო ლოცვით სიტყვებით დავამთავრებდი. დე ყოველი მუხლი, ზეცი საგანი, ქვეყანის საგანი და ქვესკნელი საგანი მოდრკეს წინაშე ღვთისმშობელ მარიამისა და მისგან ხორჩესხმული ღმრთისა, ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა, რომლის არის დიდება თანა მამით და სული წმინდით ურთ, ას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.